მაშინ ასე გადავდივართ უმთავრეს ბრძოლაზე, სადაც ირაკლი მელიქიშვილი და მისი მეტოქე ირანელი მაჰდი სარბაზი იქნება. ამ ირანელს რაღაც კამარიც აქვს მოგებული, წეგან შემოიტანა მისმა სეკუნდანტმა და აჩვენა ხალხს, მოკლედ და ეს ბრძოლაც კამარზეა, როგორც ამირანმა მოგახსენათ, პროფესიული ისეთ სრული ბრძოლა გველოდება 10 რაუნდიანი, მოკლედ. ფაქტობრივად დღევანდელი საღამოს კულმინაციური მომენტი ძირითადი ბრძოლა 10 რაუნდიანი შერკინება, რომელშიც გათამაშდება IBA-ის კამარი და როგორც შენიშნეთ ამას ირანელმა თავისი პირადი კუთვნილი WBC-ის კამარი ჩამოიტანა. არ ვიქნები ახლა ცოტა ეგოისტურად არ გამომივიდეს, მაგრამ განცდა მაქვს სურვილი რომ ეს კამარიც დარჩეს ჩვენთან თბილისი არენამ დაისაკუთროს და დაიტოვოს ეს მეორე კამარი. თან დაგვიდეს აგერ ცხვირწინ რო იტყვიან ეს ირანელის მოპოვებული კამარი, ის კამარიც რომელიც თამაშდება ისიც საქმე გვიდევს და კი ბატონო, რატომაც არა. თამას თავარია ჩვენ არ წავძლიოს წუნებამ და ეს ორივე კამარი არ მივისაკუთროთ და დროზე ადრე არ დავტოვოთ თბილისი არენა და ნუ არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ დაუკვირდეთ, მივყვეთ მოვლენებს და ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო ორთაბრძოლა გველის წინ. ირაკლის სეკუნდანტი რამასფალიანია, მოგხსენებათ, წინა ივენტზეც ნახეთ ჩვენ მისი ორთაბრძოლა. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ვინც ადევნა თვალყური და ეხა უკვე 10 რაუნდიანი დაპირისპირება. ირაკლის საკმაოდ გამოცდილი, მაღალი პროფესიული უნარების, საოსტატო უნარების მქონე მოკრივეა. ძალიან კარგი ტექნიკური არსენალი აქვს, კარგად გნობს დისტანციას. თავიდანვე დაიწყეს დაზვერვითი მონახაზი. როგორც შევია პირველ რაუნდს. ირანელი არის მარჯვენა დგომის ცაცია და პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, ცოტა არ იყოს და ჭირს ხოლმე ცაცია მეტოქესთან ბრძოლის წარმართვა. თუმცა პირველივე წუთებიდან ძალიან კარგად ართმევს ამ გამოწვევას ირაკლი თავს. კარგად გნობს დისტანციას, ცდილობს უკანა ხელზე წინა ჯებით გაართოს, უკანა ხელით აქცენტირებული დარტყმა გააკეთოს და ქულა მიითვალოს თავის აქტივში. მე ჩემზე წინა ივენთიდან გამომდინარე რა შთაბეჭდილებას დატოვა ჩემში ამიდან, აი საკმაოდ მაღალი საბრძოლო ინტელექტი აქვს ირაკლის. ჭკვიანია ძალიან და აი არ არის პატარა უნარჩვევა არ არის. თავისთავად ძალიან კარგი სტრიხი შემოიტანე, მადლობა თამას. მაღალი პროფესიული შედეგები, მაღალი ასე რომ ვთქვათ განზომილება, არ მხოლოდ ნებისმიერ სპორტში, სპორტული ინტელექტის გარეშე ფაქტობრივად ვერ მიიღწევა. აუდიტორია ახმაურდა, ძალიან აქტიური ხარდაჭერაა, რა თქმა უნდა, ეს უპირატესობას აძლევს ირაკლის და ამას დამატებული თავისი ტექნიკური მთლიანი რესურსი და ფიზიკური მომზადება, აუდიტორიის ხარდაჭერა, ეს ემოციური მუხტი და დარწმუნებული ვარ. აი კარგი დარტყმა გააკეთა. გაცვალეს ახლა დარტყმები. ირანელსაც კარგად გამოვიდა უკანა ხელით დარტყმის გაკეთება. ირანელი კიდევ ერთი, აი ხა კონტრშეტევაზე წამოვიდა, ესე რომ ვთქვათ, გააქტიურდა. კარგი იყო ირაკლი წინა ხელით ფერჩი მიაყენა დარტყმა. ძალიან ცეთ თავისუფალ გახსნილ ბრძოლას თავაზობს ირაკლი მეტოქეს. პირველი რაუნდია, რა თქმა უნდა, როგორც თქვით, ყოველთვის სტანდარტულად ტაქტიკური მონახაზი უფრო დაძვეროს, აი უკანა ხელით კარგი და რაუნდის ბოლოს ცოტა გააქტიურდა ორივე. აი ირაკლის კომბინაციას მოყვა ეს ახლა. თორე თითქოს არაპირებდა ეს. აი კარგად მოძრაობს ირაკლი ტორსი, წელის ელასტიურობა, დინამიკა, ძალიან კარგი მოქნილი წელი აქვს, აი თუ დააკვირდები დარტყმის შემდგომ ცდილობს რომ ნაბიჯი უკან გააკეთოს, გვერდით გავიდეს, ერთ ადგილას არ დადგეს, ეს არის ზუსტად ერთ-ერთი თვისობრივი მახასიათებელი მაღალი პროფესიული უნარებისა. ზუსტად ამის დემონსტრირებაც მოახდინა, თქვი თუ არა, აი როგორ მოძრაობს კარგად, რაც ასევე ძალიან ლაღად არის, ხო? ძალიან თავისუფლად არ ღელავს. ახლა აქ უფრო ჭიდაობის ელემენტი იყო, სხვა. დამთავრდა პირველი რაუნდი. ფიქრობ რომ ძალიან თანაბარი ორთაბრძოლა. თანაბარი, ცოტა მეტი თითქოს მომეჩვენა რომ ირაკლის მხრიდან ყოველ შემთხვევაში მეტი აქტიურობა იყო და უფრო დიახ, ჩვენ ვინც დაგვიანებით შემოგვერდა. გამწვავება უფრო ირაკლიმ შეიტანა აი ამ პირველ რაუნდში.
ვინც დაგვიანებით ტელემაყურებელი შემოგვერთ და აქ ერთი დეტალი ეს კომპონენტი უნდა გამარტოთ, რომ ასე თანაბარ რაუნდებში საჯები ვერდიქტის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მხედველობაში ღებულობენ რომელმა მეტოქემ უფრო მეტი დარტყმა განახორციელა და ამ დარტყმებიდან რომელი იყო უფრო აქცენტირებული, უფრო დახვეწილი, უფრო კარგად შესრულებული საოსტატო თვალსაზრისით. ამ ნაწილში აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ირაკლი იყო უფრო კარგ მოცემულობაში. ტემპს კარნახობს ირაკლი. ყოველ შემთხვევაში რაც პირველმა რაუნდმა გვანახა. დანარჩენი ნახოთ კიდევ უფრო გამწვავდება. ბუნებრივია 10 რაუნდია და თავიდანვე არც ხამს და არც ეგების რომ მთლიანი მონახაზი, მთლიანი ტექნიკური რესურსი გამოიტანოს, გამოფინოს, ეცდება რომ თანმიმდევრულად ეტაპობრივად რაუნდებს შორის მიაწოდოს სწორად დაგეგმილი კომბინაციები, რასაც აი ახლაც ახერხებს. გამოსილი მეტოქი ყავს, როგორც გითხარით, კამარიც აქვს. მოპოვებული მახდი სარბაზი, მისი გვარსახელი და ძალიან ისეთი თავისუფალი ურთიერთ რაღაც ისეთი მოსინჯვის დონიდან ელენა გამოდიან, უკვე გადავლენ აქტიურ შეტევებზე. ირაკლი უკან, აი რა კარგი იყო უკნიდან, უკანახელით, შემდგომ წინახელით, აი აქ ირანელი აპელირებს რომ თითქოს და თავი მიარტყა ირაკლიმ, თუმცა ეს ჩვეულებრივი საბრძოლო პროცესია. ხო, არანაირი განზრახ არ ყოფილა ეს. მე ვერც დავინახე ეს თავის მიწმა, მაგრამ ნუ ერიდებიან ახლო ბრძოლას, თუმცა ეს ბუნებრივიცაა, თავიდანვე ძალებს არ დახარჯავენ, ეცდებიან გადაანაწილონ რაუნდებს შორის. 10 რაუნდი სახუმარო საქმე არ არის. აი შეუტია ირანელმა, ირაკლი ამა ძალიან მშვიდად ხდება. ძალიან თავისუფლად. წინა შეტევა ირაკლის იყო და ეხლა უნდა ერთგვარად გაუბაროს ის ნაყოფიერი შეტევა მელიქიშვილს. აი კარგი პასუხი დაუბრუნა, გაცვალეს მეტოქეებმა, თუმცა უფრო აქცენტირებული და უფრო ისეთი თვალსასეირო, კონცენტრირებული დარტყმა ირაკლის მხრიდან იყო განხორციელებული. ცდილობს წინახელით კორპუსში შეაწუხოს, ყურადღება გადაატანინოს, რომ შემდგომ უკვე ერთგვარი მომზადებული კომბინაცია შეთავაზოს. ძალიან მნიშვნელოვანია დისტანციის გზნობა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ აკონტროლოს წინახელით, არც ახლოს შემოუშვას, არც ძალიან დაკარგოს მეტოქე. კარგად მოძრაობს ფეხებზე ირაკლი, რაც მნიშვნელოვანია. აი კარგი კომბინაციური შეტევა მიითვალა ირანელმა, გიორგიმ ირაკლიმ პოზიციაში დაუბრუნა წინა კარგი ხელით. თამას გულწრფელი თუ იქნები, მე უფრო ასეთი ორთაბრძოლები მომწონს, როცა ორი ჩართულობა, დარტყმების გაცვლა. ეხლა ცალკარა წინაბრძოლები უფრო რაღაც ერთი მხრიდან დომინაცია ვნახეთ და ერთის მხრივ სასიამოვნოა, როდესაც შენი ქვეყნის წარმომადგენელი იგებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ რაღაც შოუს ელემენტები იყოს, აი ესეთ მაღალი რანგის მსოფლიოს რეიტინგო ორთაბრძოლებში. მეორე რაუნდის დასრულებისკენ მიდის. თანაბარი რაუნდი იყო, მე ვიტყოდი. პრინციპში პირველი ორი რაუნდი, მესამე რაუნდიც მე არ მგონია რომ რაიმე ტემპში მკვეთრი რადიკალური ცვლილებები შევნიშნოთ. სამწვრთნელო შტაბი გააგრძელებს დაკვირვებას, დავალებების გაცემას და ვნახოთ. რამაზ ფალიანზე მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი პირველია ქართული კრივის ისტორიაში, ვინც ოლიმპიური ბრინჯაოს სინჯის მედალი მოიპოვა ბარსელონაში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე. შემდგომი იყო უკვე 2000 წელს სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე ვლადიმერ ჭანტურია, ძალიან დახვეწილი საინტერესო მძიმეწონოსანი და უკვე 2024 წელს ქართული 24 წლიანი პაუზა ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ლაშა გურულმა შეწყვიტა და მთლიან ქვეყანას დიდი სიხარული მოგვანიჭა, როდესაც ძალიან ეფექტიანი საინტერესო შესრულებით მოგვიტანა მესამე ოლიმპიური ბრინჯაო. და კიდევ ერთხელ უთხრათ მაყურებელს, ვინც არ იცის, რომ ლაშას ბრძოლა დაგეგმილია, ესე იგი უსიკის ბრძოლაზე, რაც უკვე დიდი პრესტიჟია. 19 ივლისს ლონდონში უემბლიზე 90,000-იანი აუდიტორიის წინაშე უსიკი დებუას თავარი ბრძოლის თავარ ღონისძიებას გახსნის ლაშა გურული. ეს უკვე ეს წინადადება იმდენად ამაღელვებელი და სასიხარულოა. აქ ირაკლი უტევს
მესამე რაუნდი დაიწყო. ნახოთ ეს უფრო ისე რაღაც აქტიურად დაიწყეს. კი. კარგი დარტყმები გაცვალეს მეტოქეებმა. ნახოთ ახლა ნელ-ნელა ეცდებიან რომ ერთმანეთს საკუთარი ასე ვთქვათ შესაძლებლობები დარტყმები აღდგინონ. ახლა პასუხი ინჩი ცდილობენ რომ მაგრამ ძალები დაზოგონ. თავი ველიქიშვილმა ორი კარგი შეტევა მიითვალა უკვე დიახ მესამე რაუნდის დასაწყისშივე. აი აქ ახლო ბრძოლაში ირანელი არ აძლევს ბრძოლის წარმართვის საშუალებას. აი კარგი დარტყმა იყო კორპუსში. აი თუ დააკვირდებით ამას მესამე რაუნდში უკვე ირაკლიმ უფრო ძიმე აქცენტირებული კი გამოიჩინა და თან დარტყმების ხარისხობრივ ნაწილს და სიმძიმესაც უკვე შეეთხო. აუდიტორია აქტიურად უჭერს და ამხნევებს ირაკლიმ ველიქიშვილს. ძალიან რთულია იცი ეს კლინჩი დაჭერა, ეს მოძრაობები, ეს ყველაფერი დამღლელია რა თქმა უნდა. ეს როდესაც მეტოქი არ გაძლევს ახლო ბრძოლის წარმართვის საშუალებას, რა თქმა უნდა გლის. აი ცდილობს ირაკლი ახლა რომ წელის მოძრაობით აირიდოს დარტყმები და ალბათ ამზადებს კონტრშეტევას. აი რამდენიმე კარგი დარტყმა მოირიდა. ძალიან კარგად დადგა დისტანციაზე. წელის და ძალიან კარგი ტანის მოძრაობები აქვს ირაკლის, აი ძალიან. აი ახლო ბრძოლაში უკვე გაცვალეს დარტყმები. ირანელიც არ ცდილობს უკან დახევას, არაპირებს არაფრის დათმობას და აი კარგია დარტყმა და ქვევიდან ძალიან კარგი პასუხი დაუბრუნა. თითქოს და მოადუნა ირანელი ერთი დარტყმა, ორი დარტყმა და უკვე კარგი მსვლელობა აიცილა ახლა სარბაზი. აი ფეხებით ნაბიჯებით კარგად შედის კი და ტანში თავში ქართულებსაც ჩვენურად ადი ჩადის. ირაკლი, აი რასაც ვიძახდი რომ საკმაოდ ინტელექტით გამოირჩევა, ჭკუით და ამის დემონსტრირებას ახდენს ახლა სწორედ ველიქიშვილი. თან ძალიან მნიშვნელოვანია რომ მიღებული, გატარებული დარტყმების დროს მოკრივე არ აყვეს ემოციურ ნებათა ღელვას, თორე ეს ერთი რო ღლის, ამავდროულად რისკს ზრდის რომ რაღაც დამატებითი შეცდომები დაუშვა და დამატებითი დარტყმები მიიღო. აი ძალიან კარგად ირაკლი აი თუ წინა რაუნდები უფრო თანაბარი იყო, ეს რაუნდი მე მომეჩვენა ყოველ შემთხვევაში რომ უკეთესი იყო მელიქიშვილი და ორი თავიდანვე კარგი კომბინაცია, ორივე ესეთი უწია მიზანს და ჩემი აზრით მესამე რაუნდი უფრო ირაკლისი იყო. გონივრული ეჭვი მაქვს რომ რაუნდების მატებასთან ერთად ირაკლის მხრიდან ზეწოლა მოიმატებს, ეს გამოიხატება როგორც დარტყმების რაოდენობაში, კომბინაციებში, აქტიურ წნეხში და უკვე წუნიც იმატებს ამავდროულად ირანელის დაცვიდან. ჯერჯერობით მეტნაკლებად კარგად დარტყმევს ირანელი. მასზე შეიძლება 1-2 კარგი სიტყვის თქვა, იმიტომ რომ ხასიათს აჩვენებს, არ უთმობს არც ერთ მონაკვეთში, მაგრამ ნახოთ რამდენად და სადამდე შეძლებს აი ამ აქტიური კონტრშეტევების დაბრუნებას. საჯმა რეფერი მუხმო მოკრივეებს და მეოთხე რაუნდი. აი ირაკლიმ აქტიურად დაიწყო. აუდიტორიაც ახმაურდა, ძალიან კარგი ტანდემია, კარგი სინთეზია, მოკრივე აუდიტორია და რაღაც ემოციური ენერგეტიკა იკვრება. ესეც გათვლის ნაწილია, როგორც ჩანს, შევადარიგებებიც მიიღო ირაკლიმ. საკმაოდ გამოცდილი, მაღალ პროფესიული სამწვრთნელო შტაბია ახლა ლურჯ კუთხეში ირაკლისთან და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სწორ თანმიმდევრულ ტაქტიკურ მონახას ახორციელებენ ახლა. წინა ხელით მუშაობს. არელოდა კიდეც ირანელი, ესეც უნდა ითქვას, სხვა რაუნდებისგან განსხვავებით, ძალიან სწრაფი შეტევა განახორციელა და მოარტყა კიდეც, სახეზეც პატარა დაზიანებები უკვე შეეტყო. აი კარგი შეტევა იყო, კიდევ ერთი კარგი შეტევა, კიდევ ერთი მიზანმისწეული დარტყმა, კიდევ ერთი ქულა ირაკლი მელიქიშვილის აქტივში და მეოთხე რაუნდი, რომელიც უკვე უფრო მეტი სიცხადით და მკაფიო აქტიურობით გამოირჩევა ქართველი მოკრივისგან. აი აქ კლინჩი არ აძლევს ირანელი მეტოქე ირაკლის მუშაობის საშუალებას. ირაკლის ტექნიკურად ცდილობს რომ ამ დროს დაისვენოს, ენერგიები დაზოგოს.
აი პროფესიული უნარების მაჩვენებელია ის, რომ ზედმეტ მოძრაობებში არ ცდილობს ენერგიის ახაც კარგად გაეცალა მე ეპიზოდს. სარბაზი მიიგრძნო უკვე კი აი ნელ-ნელა ფსიქოლოგიურ წნეხზეც გადადის, ხელები ჩამოუშვა, ცოტა ისეთ ღიმილში, თავისუფალ აღმოძრაობებში ეუბნება, აჩვენებს, აგზნობინებს, რომ აქ მასპინძელი ირაკლია და ამ ბრძოლის, ასე რომ ვთქვათ, განმკარგავიც უშუალოდ ის უნდა იყოს. და ეს ფსიქოლოგიური წნეხიც არის. ერთგვარი რა კარგად უყურებს, ელოდება, ცდილობს გამოიწვიოს. ირანელმა შეძლო კონტრშეტევების დაბრუნება, კარგი შეტევა გამოვიდა. თუმცა ხელთათმანში იყო, როგორც მე დავინახე. აი, წინახელი კარგად მიერტყა ირაკლიმ ახლა, ესეც რა თქმა უნდა, ფულათა ნუსხაში, დავთარში აუცილებლად მოთავსდება. კარგი ჩანაფიქრი იყო, კარგი ჩანაფიქრი. გაეცალა სარბაზი, ხა? მისდა საბედნიეროდ რომ გაეცალა, თორე იმდენად კარგად მოზომილი და მოქნეული დარტყმა იყო. გააშველებს არბიტრი. ირაკლი ფეხებით ამცირებს დისტანციას. ისევ კარგი ჰუკი აიცილა ეხა სარბაზი. თუმცა ერთი მოხდება და თუ მოხდა ძალიან ძიმეთ იგრძნობს ამას. აი რა კარგად მოძრაობს, აი წელის მოძრაობები, კარგად არიდებული, მოშორებული დარტყმები და უკანა ნაბიჯი. რაუნდი დამთავრდა და ჩემი აზრით ალბათ წინარე რაუნდებთან შორის უფრო მეტად აქცენტირებული დარტყმები დავინახე პირადად მე ირაკლის მხრიდან, ის 1-2 დარტყმა, რაც დასაწყისით განსაკუთრებით კარგი სტარტი ჰქონდა ძალიან. წინ 6 რაუნდია. 6 საინტერესო, დაძაბული და განსხვავებული რაუნდი. ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ყოველთვის მაყურებლის ამპლუიდან მაინტერესებს ხოლმე ბოლო რაუნდი. აი ბოლო რაუნდში, როდესაც უკვე ფიზიკური კონდიციები კლებულობს, ტექნიკური წუნი მატულობს, აი მან ხდება უკვე იმ თავარი თვისობრივი სიძლიერის გამოტანა, რაც შეიძლება ინდივიდუალურად უკვე მოკრივეს გააჩნდეს. ნახოთ ეხლა რა შემოგთავაზებს ირაკლი წინა მეოთხე რაუნდში საკმაოდ მოულოდნელი სტარტი განახორციელა და გაუტარა კიდევაც სარბაზის. მეხუთე რაუნდი ქართულ ირანული დაპირისპირება ერთდროულად ორ ქამართან მიმართებით. ანუ 10 რაუნდიან ბრძოლაში საჩთა ერთიანი გადაწყვეტილებით გამარჯვებული დაისაკუთრებს ორ ქამარს. იმედი დავიტოვოთ, რომ ეს ორივე ქამარი თბილისში დარჩება და ირაკლის პირად მონაგარს შეუერთდება. აი კარგი დარტყმა იყო ბუცელში. აი ირაკლი ცდილობს გარდა საბრძოლო სტატობისა პატარა შოუს ელემენტებით შემოიტანოს და აუდიტორიაზეც კი, ეს მეტოქეზეც მოქმედებს, რა თქმა უნდა და აუდიტორიაც ხალისობს ამითი. ძალიან უხდება კრივ შოუს ელემენტები და შეუძლებელი არ დაუბრუნდეთ ჩვენგან ხელმარჯვენას შოუზე. მაგის დიდო სტატი იყო სწორედ აგერ გვიზის როი ჯონს, რომელმაც სისრაფე, ტექნიკური რესურსი, მოძრაობები, ყველა ის არსენალი ერთიანობაში სახელოვნებო დონეზე აიყვანა და წეგან ჩვენ დავინახეთ, ვიხილეთ, რომ ეს უკვე ხელოვნების კონკრეტულ სფეროში, უკვე ჰიპ-ჰოპში თვალსაზრისით გამოიტანა. საოცარი დარტყმა. კარგი იყო ეს. კარგი იყო დარტყმა და შემდგომ კარგი დაცვა. კარგად მოგერიებული. და მიზანში იყო, რას თავარია. ეხლა აიცილა სარბაზი ეს დარტყმა. მეხუთე რაუნდი და ირაკლი უმატებს ძალიან კომბინირებულ და აქცენტირებულ შედეგიან დარტყმებს. ეს ყველა ხელთათმანში იყო, თუმცა გააქტიურდა სპარსი. ეხლა ირაკლისაც მართებს რამოდენიმე კონცენტრირებული დარტყმის განხორციელება. კლინჩი გააშველებს ეხლა არბიტრი კი ბატონო. ძალიან აქტიურად ირანელის სამწუხარო შტაბი მოუწოდებს და ეუბნება, რომ უფრო მეტი დარტყმებია საჭირო, მეტი წინწასვლა, მეტი ხელჩართული ბრძოლა. ისინი ცნობენ, რომ მთლიანობაში ეს ბრძოლა ქულების თვალსაზრისით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაინც ირაკლის სასიკეთოდ მიმდინარეობს. ეხლა მიიმწყდია კუთხეში, თუმცა ისევ კლინჩში შევიდნენ.
ძალიან აქტიურად ხარს უჭერს აუდიტორია ირაკლის და მახარებს ის ფაქტიც, რომ გულშემატკივარი მაყურებელი არ დაიღალა. მას მოწონს შოუ, ის აქტიურია, ჩართულია, რაც მნიშვნელოვანია და უფრო საინტერესოს ხდის თვლიან შოუს. ცოტა რამოდენიმე დარტყმა ჩვენც მივიღეთ, აქედან გამომდინარე ცოტა მეტად გააქტიურება გვმართებს. არ გამოვრიცხოთ ისიც, რომ ერთგვარი ტაქტიკური მონახაზი იყოს, გარკვეული რაუნდების მიზანმიმართულად ჩაგდება, დასვენება და შემდგომში უკვე მეტი აქცენტირებული შეტევების დაგეგმვა. კი ბატონო, ნამდვილად არ არის გამოსარიცხი. კიდევ ერთი რაუნდი, რომელიც ძალიან საინტერესო დასრულდა. ახლა შეიცვენებენ მოკრივეები. მაინც უფრო მე ირანელს მივანიჭებდი უპირატესობას ობიექტურობიდან გამომდინარე. კეთილი, შეიძლება მოხდა პიტჩი სტარტზე მასაც, მაგრამ მე უკვე მეორე ნახევარი რაუნდის ირანელის მეტი დარტყმა გაიარა, ასე ვთქვათ, მიზანი. გეთანხმები, უნდა დაგეთანხმოთ ამას და მაინც აი ამ 5 რაუნდიან პატარა ანალიზის ნაწილში თუ შევაჯამებთ დაგროვებულ ქულათა ერთიანობას, ჯერჯერობით ირაკლია დომინანტი აი ამ 10 რაუნდიან ორთაბრძოლაში. ამაში გეთანხმები, რა თქმა უნდა. ხოლოდ მეხუთე რაუნდზე გეთანხმები, მეხუთე რაუნდი ნამდვილად ირანელის მეტი დარტყმა იყო მისი მხრიდან, შედეგიანი დარტყმებით იყო წარმოდგენილი. ნახოთ, ეხლა ფიზიკურ მომზადებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, უკვე ის რაუნდები იწყება, სადაც დაღლა მატულობს. აქტიურად დაიწყეს მოკრივეებმა მე-6 რაუნდი. ირაკლის ცდილობს კორპუსიდან დაიწყოს და შემდგომ უკვე ზედა სართულზე თავზე განახორციელოს კომბინირებული შეტევა. აი ახლო კონტაქტს არ ერიდებიან, თან უკვე ეკვრებიან ერთმანეთს. კარგი ჰუკი იყო, მაგრამ აიცილა ისევ. რაუნდის მატებასთან ერთად ფიზიკური დაღლილობის კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, ტექნიკური წუნი გამოჩნდება, დაცვაც. აი კარგი იყო, კი ბატონო. შვენიერი. სხვათა შორის მე-6 რაუნდის კვალობაზე ძალიან კარგად გამოიყურება ორივე მოკრივე, ძალიან აქტიურ რიტმულ კრივს გვთავაზობს. აი საჯმა კლინჩიდან შეაჩერა, თხოვა რომ უკან გადაედგათ ნაბიჯი, რათა გაეგრძელებინათ ბრძოლა. ირაკლი მაინც ცდილობს რომ ფეხებით მანძილი შეამციროს, ახლო სწრაფი შეტევა განახორციელოს და მე კლინჩი შევიდეს ან გაეცალოს ეპიზოდს უკან. ასე ჯიუტად, ნაბიჯ-ნაბიჯ თანმიმდევრულად ახდენს ზეწოლას, თუმცა ირანელიც პასუხობს. მთლიანობაში მაყურების ამპლუიდან ძალიან სასიამოვნო, საინტერესო და დაძაბული ორთაბრძოლაა. გავატარეთ ერთ დარტყმა, ეხლაც ერთი, მაგრამ ისეთ ნახევრად დარტყმა შეიძლება ითქვას. ცოტა დაიღალა თითქოს მელიქიშვილი, ცოტა. აი ხა ირანელი გააქტიურდა და ცდილობს რომ ირანელს კარგი კარდიო, კარგი სუნთქვა აქვს, როგორც ჩანს. ფიზიკურ მომზადებას აშკარად ვერ დაუწუნებს. ჯერჯერობით. აი კარგი დარტყმა იყო ირაკლის მხრიდან უკანა ხელით. აი კიდე კონტრშეტევაზე უპასუხა. უნდა დაგეთანხმო, აი ესეთი სურათი იკვეთება, რომ ტექნიკური რესურსი და არსენალი თითქოს ირაკლის მხარეს არის, თუმცა ბოლო აი ამ რაუნდმა ირანელის დაღლა თითქოს მეტი შეეტყო, კი ბატონო, ქართულ მოკრივეს. ვიდრე სპარს არ ეტყობა დაღლა ჯერჯერობით. ჩვენ და სამწუხაროდ. თუმცა მე კიდევ ჩემი სუბიექტური, ასე ვთქვათ, ჩანაფიქრის და ხედვის კვალდაკვალ ვშები, რომ ბოლო რაუნდებში გააქტიურდება დაბრუნებული ვარ ირაკლი. მეც ამის იმედი მაქვს, რა თქმა უნდა. აქტიურად კარნახობს ახლა სეგუნდანტი ფალიანი, უგამოსtildeში რამას ფალიანი, ევროპის არაერთგზის ჩემპიონი. კეთილი. კიდევ ერთი რაუნდი უკვე უახლოვდება დასასრულს. ეს უკვე რიგით მე-6 რაუნდია, ჩვენ წინ გველის 4 დაძაბული რაუნდი და 4 რაუნდის შემდგომ უკვე გამოვლინდება საჩთა კოლეგიის ერთიანი გადაწყვეტილებით, თუ ვინ მიისაკუთრებს აი ამ ორ საერთაშორისო ქამარს. ეს არის მთავარი ბრძოლა, მოგეხსენებათ. ლევანდელი საღამოს მთავარი ბრძოლა გახლავთ, 10 რაუნდიანი.
დაპირისპირება. კიდევ ერთხელ მინდა ჩემი სიხარული გამოთქვა იმასთან მიმართებით, რომ ქართულ ტელეეკრანებთან ქართული კრივი დაბრუნდა. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო Silk Universal-ს, რომელიც ქართული სპორტის პოპულარიზაციას ხარს უჭერს და უკვე რიგით მეოთხე ესეთი საერთაშორისო მსოფლიოს არეიტინგო ბრძოლების შოუს მასპინძელია, როგორც Silk Universal-ი, ასევე უკვე ჩვენი გამორჩეული სულისმიერი ხასიათობრივი მებრძოლი საქართველოს. მიხარია ულოცავ ამას ყველა არა მხოლოდ ქართული კრივი, ზოგადად ქართული სპორტის გულშემატკივარს. როგორც ორგანიზატორებმა წევანას გვითხრეს პირად საუბრებში, კიდე მოკლედ გაჩერებას არ აპირებენ პროფესიული კრივის კავშირი ჩვენი და კიდე იქნება წარმატებები მას და აქ გიორგი კანდელაკის დამსახურება არ შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს, რომელიც ახლა აქ არის, ეცრება, ის არის ხელმძღვანელი ამ საქართველოს პროფესიული კრივის ფედერაციისა. მეშვიდე რაუნდი. საინტერესო მეშვიდე რაუნდი. ნახოთ. ძალიან საინტერესო იქნება, ვის უფრო მეტი ფიზიკური რესურსი, ემოციური სიმტკიცე, ხასიათი და მონახაზი შემორჩება. გაცვალეს ეხა დარწმუნები, გაატარა რამოდენიმე სამწუხაროდ ირაკლიმაც. აი ცოტა წელს ქვემოთ მოვიდა ირანოს ირაკლისთვის დარტყმის ამაზე მისასწორად შენიშნა არბიტრმა. ეხა ტანს კარგად ამოძრავებს ირაკლი, მაგრამ მაინც რამოდენიმე დარტყმა მიაღწია მიზანს. არგი იქნება აქეთ თუ უპასუხებთ. აუდიტორია ისევ აქტიურად ერთვება, სკანდირებს ირაკლი. ეს რა თქმა უნდა ძალას და ენერგიას მატებს ჩვენს მებრძოლს. ერთდროულად როგორც ერთგვარი უპირატესობა საკუთარ კედლებში ბრძოლის წარმართვა, ამავდროულად მეტი პასუხისგებლობაცა, რაც ცოტა ფსიქოლოგიურ სტრესს და წნეხსაც გამოიწვევს ხოლმე. აი ახლა ირაკლი ცდილობს, აი კარგი დარტყმა ირაკლი. კარგი იყო, უკან კარგათაც გაესალა. და ცდილობს ახლოს შესვლა არეგების კი ბატონო, აი ეს არის. აი ვიდოს აი კიდევ ერთი კარგი დარტყმა გააქტიურდა ირაკლი. აი ესეთი რამოდენიმე კომბინაცია გვინდა თითო რაუნდში და წამოვიღოთ აი ესე რაუნდები. კარგად დაიცილა ეხა მშვენივრად. კარგი იქნება თუ დარტყმების რაოდენობა სიხშირეს ინტენსივობას გაზრდის და აი ახლა ეცადა რომ ფეხებით შეემცირებინა მანძილი და ახლო დისტანციიდან უკვე გარკვეული ჩანაფიქრი კომბინაციური შეტევა განეხორციელებინა, თუმცა ვერ მოხერხდა. კარგი იყო. მესამე მიზანი აი კარგია ირაკლი. წინახელი კარგად მუშაობს, აღწევს მიზანს. ოჩახ, ხა შეიძლება კლინჩის. აირივით საჭირო იყო ეს დარტყმები მეშვიდე რაუნდის ბოლოსკენ. უკვე ფინიშისკენ მიდიან და რაც მეტ დარტყმას გაუტარებთ, რაც მეტ რაუნდს ამოვიღებთ, განსაკუთრებით აი ბოლო აკორდები უფრო მნიშვნელოვანია. რა კარგი აბერკოტი ახლა. კარგი იყო ნამდვილად კიდევ ერთი. კარგად მოხდა მიზანს მიღწეული დარტყმა. საკმაოდ ახლოს ვივართ რინგთან. ასე რომ აქედან კარგად ხედავთ. შეიძლება მაყურებელს განცდა დარჩეს ეს მინდა განმარტო რომ ირაკლი ხშირად დარტყმებს გებულობს დაცვაში, ხელთათმანებში. ეს ქულად არ ითვლება. ქულად ითვლება მხოლოდ ის დარტყმები, რომელიც მკერდის არეში, კორპუსში, თავში აღწევს და სუფთა და აქცენტირებულია. ამდენად თუ დავთვლით აი უფრო აქცენტირებულ, კონცენტრირებულ და მიზან მიღწეულ შედეგიან დარტყმებს, აქ უკვე უფრო ირაკლის ხარეს შეიძლება ვეცადოთ გადავიხაროთ, ნახოთ რა სიტყვის სასა კოლეგია. მეხუთე რაუნდი მეეჭება. ეს რაუნდი მაგალითად მე ვიტყოდი რომ მელიქიშვილის იყო, ეს ჩვენი იყო, ჩვენ წამოვიღეთ ეს რაუნდი. პირველი 4 რაუნდი თანაბარი, აი დაახლოებით ესე, თუმცა ჩვენზე გაცილებით კომპეტენტური საჯები არიან და ვერდიქტს დაველოდოთ. ვერ ვიტყვით რომ რომელიმე მებრძოლი ცალსახად რაღაცას იგებს ან აგებს. აბსოლუტურად უნდა დაგეთანხმო და მაინც მე მაქვს მოლოდინი, იმედი, სურვილი ეს ყველაფერი ერთად, რომ ბოლო რაუნდებში საჩთა კოლეგიიდან, უпроსტად სამწვრთნელო შტაბიდან იქნება სწორი დავალებები გაცემული, კარგი შემუშავებული კომბინაციები, ტაქტიკური მონახაზი და
ირაკლი აუდიტორიასთან ერთად მსაჯთა კოლეგიასაც დაარწმუნებს, რომ ის არის დომინანტი. აი, კარგად უტევს. ახლა რა თქმა უნდა, ეცდებიან უფრო მეტად მომფრთხილებით, იმიტომ რომ დაღლილობასთან ერთად უფრო მეტი რისკია დარტყმებმა მიზანს მიაღწიოს. რამდენადაც ასე დროს დაცვა ცოტა მოიკოჭლებს ხოლმე, სუნთქვა კლებულობს, ეს ყველაფერი აისახება იმაში, რომ ხრები იღლება, ხელები დაბლა იწევს. ნელ-ნელა ორივე მოკრივე შეეწყო დაღლა, თუმცა ეს სავსებით ბუნებრივი და ლოგიკურია, ხო? თუ არ ვცები მერვე რაუნდში. მერვე რაუნდია, კი. ანუ ბოლო აკორდებია და აი აქ უნდა შეიძლება გარეთვალისთვის ეს რაუნდები 8 არ იყოს რაღაც ისეთი კოლოსალური ციფრი, მაგრამ 3 წუთიც არ მოეჩვენოს მაყურებელს რაღაც ისეთ რთულ დროდ, მაგრამ ერწყმუნე აი კარგი იყო, კონტრშეტევები კარგად გამოვიდა. ანუ საკმაოდ ძიმე დარტყმები. აი კარგია ირაკლი. კარგად აიცილა. ასევე მიიღო მეტოქისგან პასუხი. ხო, თუმცა ბევრი აიცილა კიდეც. აი თავარი თვითონ გაარტყაც ეხლა. აი კარგად იქცევა დარტყმების შემდგომ ავტომატურად ცდილობს რომ წელის მოძრაობა არ შეაჩეროს, არ დადგეს ერთ ადგილას, მუდმივად მოძრაობაში იყოს. კი, აშკარად ირანელი ფიზიკურად ძალიან კარგად არის მომზადებული. უტევს. კლინჩი, ეხლა სხვანაირად ვერ გავაჩერებთ. მართალია, უმისამართო დარტყმებია, არა გათვლილი კომბინაციები, მაგრამ უნდა ჩავაქროთ. აი ეს შეტევა უნდა ჩავაქროთ და მერე თვითონ გადავიდეთ. შეტევის ეს კერები შეიძლება მსაჯთა კოლეგიისთვის გახდეს გარკვეული ნიშანი, შტრიხი იმისა, რომ ეს რაუნდი უკვე გადახარონ და მიაკუთვნონ უფრო ირანელ მოკრივეს. აი ესე. ნახოთ რა შეთავაზებს ირაკლი. რამასპალიანი აქტიურად აძლევს დავალებას, მოუწოდებს აქტივობისკენ. ნახა ზუსტად იმასაც ასრულებს, ახლა. აი კარგი დარტყმა იყო, ცოტა დააკლდა მიზანს, თუმცა ეს აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია. ირანელი არ ჩერდება მოკლედ. ირანელი არა, რა კარდიოა ხელებს არ არჩევს. კი ბატონო. ეტყობა დაღლა. მერვე რაუნდი, ძალიან დაძაბული პერიოდი. ეს კარგი იყო. რამდენიმე წამი და მერვე რაუნდიც დასრულდება, ირანელი უტევს და გარკვეული დარტყმები მიზანსაც აღწევს. ხო, საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ სუბიექტურად მაინც ირაკლისკენ ვარ და ეს ასეც იქნება და აქ მოდი გულწრფელები ვიყავ, ცოტა ობიექტურობა ეს ტერმინი ვერ მესმის ხოლმე, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ამ რაუნდში ირანელმა უკეთესი იყო ფიზიკური მომზადებიდან გამომდინარე. დარტყმების რაოდენობაც, შეტევების სიხშირე, მიზან და შედეგმიღწეული დარტყმების აქტივიც უფრო მიცხარესაა. ნახოთ. მე-9 რაუნდი. ძალიან ბევრს იტყვის ეს რაუნდი. ასე რომ ნახოთ, იმედი გვაქვს ყოველ შემთხვევაში. თლიანობაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს 2 რაუნდი იქნება თლიანი შედეგის და თლიანი ბრძოლის გადამწყვეტი. ნახოთ რომელ მეტოქეს დარჩა უფრო მეტი ხასიათი, უფრო მეტი ემოციური სიმტკიცე. ყველა ეს ამწუხარო ის არის, ამიტომ ჩემი თვალთახედიდან გამომდინარე, რომ დაღლა არ ეტყობა საერთოდ. ხო, კი ბატონო, აი კარგად დაიწყო ირაკლი, კარგად დაიწყო. მიდი ირაკლი. ძალიან კარგია, აუდიტორიაც ახმაურდა და რაღაც სხვა ეშხი, სხვა ელფერი შემოიტანა ამ სტარტმა. დარწმუნებული ვარ, არ იქნება ეს ერთჯერადი შეტევა ირაკლის მხრიდან. ის ცდილობს თუ დააკურდები ქვევიდან მიზანს მიაღწიოს დარტყმას და შემდგომ უკვე მარცხენა ხელით გვერდითა დარტყმი დაამთავროს, მიარტყა, გავიდა, კარგად დაიცვა თავი. გამოცოცხლა ირაკლი, ძალიან ალბათ ესეც ერთგვარი მონახაზია, ტაქტიკური ხედვა, გეგმა სამწვრთნელო შტაბისა. რაც შეიძლება მეტი დარტყმა, მეტი მიზანმიღწეული დარტყმა ჭირდება. მეტოქის შეჩერება. კი ბატონო. როცა აქტიურობას იწყებს მეტოქე, ის უნდა ჩააქრო. თორე ისეთი კარდიოა კიდევ ისახე აღარ ჩერდება. არ უნდა მიცეს ირაკლი მახმო ბრძოლაში ირანელს. აი კარგი იყო, უკანა ხელი ძალიან კარგად დაახვეწა, კიდე ერთი დარტყმა. ირაკლი ნელ-ნელა კრებს გულებს. რაც უნდა დაუპირისპირო. აი შეიძლება ცოტა სპორტული ეთიკისა და ესთეტიკისთვის ბოლომდე გამართლებული არ იყოს, მაგრამ ხანდახან მანაც უნდა ეს პატარა ხრიკები შემოიტანოს, დაარტყას, არ ამუშავოს. რა თქმა უნდა. სწორედ ამიტომ აუღნიშნეთ ის, რომ ესე საბრძოლო ინტელექტი აქვს საკმაოდ მაღალი, IQ ასე ვთქვათ.
ირაკლის და ეს უნდა გამოიყენოს. დიახ. აბა სხვა მისი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ქულა აკრიბოს, ახლო დარტყმებში არ მიცეს ბრძოლის წარმართვის საშუალება. კარგად გაექცა, კარგად გამოვიდა, ისე რომ საერთოდ ქულა არ აღებინა მეტოქეს. ეხლა თვითონ რომ აი აქ რამაზის კარნახობს, რომ არ დაუდგე, დაატრიალე, გადი, შემოუარე. სწორი, აი კარგია, ძალიან კარგი იყო. ნამდვილად. დიახ. დარტყმა დააკავოს. სხვანაირად კიდევ ვიძახი არ იღლება სპარსი. აი ესე. ძალიან დაძაბული, ემოციური, საინტერესო, დრამატული ბრძოლა, რაც დაუზიანა. მეცხრე რაუნდია, ბოლოს წინა რაუნდი. რომელიც ჯერჯერობით ჩვენია. დიახ, ანუ სუფთა კონცენტრირებული დარტყმების ნუსხის თვალსაზრისით ჩვენსკენაა ეს რაუნდი. ესე, კარგი. უნდა მიმართოს გარკვეულ სპორტულ ხრიკებს, აკრიფოს ქულები, გაეცალოს, დაიჭიროს, არ მიცეს. ეს გასულიყო. ერთი თუ გაუტარა კიდე ისეთი კარგი მძლავრი დარტყმა, აი ეს რაუნდი წამოღებული გვაქვს. ისედაც ჩემი აზრით ჯერჯერობით მეცხრე რაუნდი ნელ-ნელა უკვე დასასრულს უახლოვდება, საკმაოდ დრამატული, ემოციური, დაძაბული, ორმხრივი, ხასიათობრივი ორთაბრძოლაა. მოულოდნელი დარტყმა არის საჭირო. მოდი ისიც ვთქვათ, რომ ამ 10 რაუნდიან ბრძოლას უხდება ესეთი პერფორმანსი, ესეთი დაძაბულობა. რა თქმა უნდა. მალე ახლა გონგიც გაისმება, რაც იქნება იმის მივანიშნებელი, რომ მეცხრე რაუნდი დასრულდა. ახლა ჩემი აზრით შეგვიძლია ვთქვათ უკვე უფრო ხმამაღლა, რომ ირაკლი მელიქიშვილის ბალანსზე აქტივშია უკვე მეცხრე რაუნდი და მეგობრებო, კულმინაცია მე-10 რაუნდი, რომელიც გადაწყვეტს დღევანდელი ბრძოლის გამარჯვებულის ვინაობას. ნახოთ, რა დავალებას მიიღებენ მოკრივეები კუთხეში. ნახოთ, რომელს უფრო მეტად აქვს ეს სურვილი, შინაგანი მონდომება, ემოციური სიმტკიცე, ხასიათი და რომელი მოკრივე შეძლებს უფრო მეტ აქცენტირებულ, კომბინირებულ შეტევის წარმოებას. ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ 10 რაუნდიანი ორთაბრძოლა, რომელშიც ფაქტობრივად ერთდროულად ორი ქამარი, ორი საერთაშორისო ქამარი და ტიტული თამაშდება ცოტა ისეთი არაშესაბამისი სიტყვა, უფრო სწორედ ამ 10 რაუნდიან ორთაბრძოლაში გამარჯვებული მოკრივე დაისაკუთრებს ორ საერთაშორისო ვერსიის ქამარს და სურვილი მაქვს, მოლოდინი მაქვს და გვაქვს განცდა იმისა, რომ ეს იქნება ირაკლი მელიქიშვილი. მიდი ირაკლი. როგორი იქნება? აქტიურად იწყებს ირაკლი. აი წინა ძალიან მნიშვნელოვანია წინა რაუნდის ტაქტიკა თუ იმუშავა კიდე თუ გამართლებს აუცილებლად. მე ვფიქრობ ახლა ირაკლი დაგროვებულ რეზერვში მომარაგებულ ყველა იმ ემოციას, ენერგიას გახარჯავს, ყველა იმ ტაქტიკურ მონახას, კომბინაციასაც დარბაზში აქვს დამუშავებული, ახლა ბოლომდე ჩადებს და სიტყვით ამირან, აი ჭკუით უნდა ვაჯობოთ, ხონერად ფიზიკურობით ვერ ჯობნით. კარგი კარდიო აქვს, ძალიან კარგი სუნთქვა აქვს. მე-10 რაუნდი, აი კარგი იყო. კარგია. ესე აქცენტირებული დარტყმები, შემდეგ კლინჩი. აი თუ დააკვირდები, ახლო ბრძოლაში ცდილობს ირაკლი დარტყმების ინტენსივობა სიხშირე გაზარდოს. ახლა კლინჩი რა თქმა უნდა ერთმანეთს აწვევიან. ბუნებრივია, აი კარგია წინახელით ირანელის კარგად უბრუნებს კონტრშეტევას. ორმხრივი დარტყმების გაცვლა, ძალიან ისეთი თანაბარი, დაძაბული, ემოციური, ხასიათობრივი ბრძოლა, აი რაც უხდება ნამდვილ მსოფლიო კრივის კლასიკას. ირაკლი ცდილობს ახლა რომ აი ცოტა დაბლა აქვს ხელები ირაკლის და ამით სარგებლობს ირანელი. დაღლა ამას ვიძახი რომ ფიზიკურად გჯობნის. თავისთავად რთულია 10 რაუნდი ესეთ მაღალ ტემპში, ესეთი ხასიათობრივი, ემოციური და სანახაობრივი თვალსასეირო კრივი შეთავაზონ მოკრივეებმა. აუდიტორია სკანდირებს ირაკლის, ამხნევებს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამხნევება და ემოციური თანადგომა თავის შედეგს გამოიღებს. კარგად მოძრაობს ტანით. ეხლა რამოდენიმე დარტყმა მიზანს მიაღწია. აი კიდევ ერთი დარტყმა. აუცილებელია რომ ირაკლიმაც დააბრუნოს კონკრეტული
აქცენტირებული დარტყმები. აი ესე. კარგია, მიზანს აღწევს კიდევ ერთი დარტყმა. 1-2 ესეთი გვჭირდება. აი ამზადებს, აი თუ დააკვირდები, ემზადება, ცდილობს. თავია მიზანს უწიოს, მიზანს. მოიხვეჭოს, მოაგროვოს ყველა ის დაგროვებული ენერგია და იმ ერთი კონკრეტული მომენტისთვის და დარტყმისთვის შემოინახოს. ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, მე-10 რაუნდია. ფიზიკური ემოციები უკვე ნელ-ნელა იკლებს. ბოლო წამები და ირაკლი ალბათ გააქტიურდება. ნახოთ სულ რამდენიმე წამში 10 რაუნდიანი ორთაბრძოლის საბოლოო შედეგი გამოირკვევა. ნამდვილად მადლობა ეკუთვნით მეტოქეებს, ორივე მოკრივეს, აფერუმ მათ ფიზიკურ მომზადებას. შეხვედრა იყო, რასაც ქვია. ნამდვილად, აი კიდე ერთი ელემენტი იმისა, რომ აი ეს დრამატურგია, ხასიათობრივი ბრძოლა, რაც თეატრალურ სპექტაკლამდე ადის ხოლმე აი ამ კრივის სანახაობებში. ნახოთ, ვერდიქტს დაველოდოთ. მაგრამ ბოლო რაუნდები ერთის გარდა, რომელიც ჩვენ წამოვიღეთ. მეც გონია, რომ მე-9 რაუნდი უდაოდ უპირობოდ ირაკლი მელიქიშვილის ბალანსია, მის აქტივშია, ყველა კომპონენტის გათვალისწინებით. მე-10 რაუნდი თითქოს და იყო გარდამავალი უპირატესობები, მაგრამ ის ბოლო რამდენიმე კონცენტრირებული დარტყმა, რომელიც ირაკლი მიითვალა, ალბათ ეს საჭთა კოლეგიას არ გამორჩება მხედველობიდან და იმ ნუსხაში მოხდება. ნახოთ, დაველოდოთ საბოლოო ვერდიქტს, საბოლოო გადაწყვეტილებას. 10 რაუნდიანი ორთაბრძოლა, ქართულ-ირანული დაპირისპირება და ველოდებით. ერთი რამ ფაქტია, რომ მართლა ბიჭებს ორივეს მადლობა, პირველ რიგში ირაკლის, ასევე მის მეტოქეს და რასაც ქვია, სანახაობა შედგა. როი ჯონსი დააჯილდოებს გამარჯვებულს და ნოდარ მუსელიანი, როგორც მოკრივებს გაუმართლათ ასეთი მსოფლიო ლეგენდა, როდესაც შენ კამარს გადმოგცემს და უშუალო არის თანამონაწილე შენი გამარჯვების, საოცარი ემოცია და მოვლენა.
მოკლედ ძალიან კარგი რამ ხდება ახლა. ძალიან კარგი რამ ხდება ამირან რიგზე ესე დიდი ხნის უნახავი დედა ჩამოვიდა გამარჯვებული ირაკლი მელიქიშვილი და ძალიან ემოციური, დრამატული, საინტერესო, შინაარსიანი და რაც თავარია ჩვენთვის მისაღები საინტერესო დასასრული. ჩვენც უნდა გავიდეთ ეთერიდან, მადლობა უთხრათ გულშემატკივარს, მადლობა ამირან შენ და მომავალ შეხვედრამდე დავამშვიდობოთ, კარგად გრძანდებოდეთ. მომავალ რიგამდე. ამირან თამაშ გოგიბედაშვილი დროებით გემშვიდობებით. მადლობა ყველას. კარგად.